სალამი მეგობრებო, ეხლა არის ღამის 4 საათი და ეხლა გავდივართ მე და ლესი სახლიდან. გზად ჩემს ბიძაშვილს გავუარე და ერთად გავლაშქრეთ მთისკენ. დაახლოებით 10-12 კილომეტრი მაინც უნდა გაგვიარა ფეხით, სანამ მივიდოდით იმ დაუვიწყარ და ულამაზეს ადგილამდე, რომლებსაც სულ მალე იხილავთ ვიდეოში. ალბათ ბევრი დამეთანხმებით, რომ ამ ხელა მანძილის გავლა მარტო ძალიან მოსაბეზრებელი და მოსაწყენია. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ისეთ ადგილებში, სადაც ტელეფონის საერთოდ არ იჭერს, მარტო სიარული არც არის რეკომენდირებული. ამ ადგილებში ძალიან ბევრი გარეული ცხოველი ბინადრობს. მათ შორის არის დათვი, ასევე ტახი, მგელი, ტურა და ასე შემდეგ. ალბათ ბევრ თქვენგანს გიჩნდებათ კითხვა თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ასე ადრე გავედით სახლიდან. პირველი რის გამოც ასე ადრე გავედით სახლიდან ის იყო, რომ სიცხეში ბევრად უფრო რთული არის ფეხით გადაადგილება, ვიდრე სიგრილეში. მოგეხსენებათ, დილის საათებში ბევრად უფრო სიგრილეა, ვიდრე შუადღეს. ალბათ ბევრს გაგიგიათ ჩემი ცხოველებისადმი სიყვარული. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ გზად რაიმე ცხოველი, მაგალითად დათვი ან შველი გადავყროდა. ამ ყველაფრის შანსი კი გამთენიას უფრო დიდი იყო. ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემი ერთგული და საუკეთესო მეგობარი ლესიც იყო. მასთან ერთად ლაშქრობაზე წასვლა ბევრად უფრო უკეთესია, რადგან თვითონაც ხარჯავს ენერგიას, ირთვებს თავს და ამავდროულად ჩემთვისაც ძალიან დიდი იმედია. მოგეხსენებათ, რომ ძაღლებს ადამიანებთან შედარებით ბევრად უფრო უკეთესი ყნოსვა და სმენა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენზე უფრო მალე იგებენ ნებისმიერ მოახლოებულ ცხოველსა თუ ფრინველს. გზად მოგვიწია ბევრი აღმართისა თუ ქვიანი გზის გავლა. საბოლოოდ კი როგორც იქნა მივადექით მდინარეს. ვინც მდინარის ხეობაში ნამყოფი ხართ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ლამაზია. დღეს კი ჩემთან ერთად გამოგზაურებთ მდინარე ასკის ხეობაში. როგორც ხედავთ, უკვე გათენდა. ჩვენ ახლა ცოტას ვისვენებთ, ლესიც ჩემთან ერთად არის. ჩემი მთავარი სურვილი არის, რის გამოც აქ წამოვედი, რომ გზად გადავეყარო რაიმე ცხოველს, მაგალითად, ყველაზე მეტად მაქვს სურვილი, რომ შევხვდე დათვს. ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გადავიღო, მოვახერხო გადაღებაც და თქვენც განახოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავგვიმართლებს და შევხვდება. ეხლა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი, რაც მაქვს გეგმაში გზა. პირველად ვარ სიმართლეობით ხარ აქ და ვარ მოგატყუებთ მართლაც, ანუ ჯერჯერობით რასაც ხედავ, მართლაც გაოცებული ვარ, ანუ ისეთი ხელშეუხებელი ბუნება არის და ძალიან იშვიათად არის უკვე სამწუხაროდ ჩვენს სამყაროში და ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხელშეუხებელი ბუნება. ანუ ადამიანი რო არ დადის აქ ბევრი, ანუ ეგ აშკარად ეთყობა, იმიტომ რომ ნაგავიც არ ყრია, სადაც ადამიანები დადიან იქ თითქმის ყველგან უკვე ყრია ნაგავი. ძალიან იშვიათად ასე თუ ამოვა ვინმე ადამიანი აქ სალაშქროთან რაღაც მსგავსად, თორე ძირითადად აქ არც ადამიანი, არც ძაღლი, არც ძროხა და არც სხვა შინაური ცხოველი და ფრინველი მეტუმეტეს არ დადის. ეხლა ალბათ დაახლოებით 1 საათში მზემაც უნდა გამოანათოს, ან ცოტა მეტში. ცოტა ანუ ისეთ ხეობაში ვართ, არ ვიცი რამდენად კარგად მოხდება მზე აქ, თუმცა საკმაოდ ლამაზი და კარგი ბუნება არის და შევეცდები, რომ მე რასაც ნახავ, თქვენც ყველაფერი განახოთ. ერთი შეხედვით ხო ძალიან ჩვეულებრივი პატარა და მშვიდი მდინარე ჩანს, თუმცა აქ თუ დავაკვირდებით, კადრს დავინახავთ, თუ რამხელა ხეები არის წამოღებული და ანუ წარმოიდგინეთ ეს პატარა მდინარე რამდენად დიდდება, რომ აი ამ დიდ ქვაზეც გადმოდის, ანუ ამ დიდი ქვის თავზეც გადმოდის წყალი და ამხელა ხეები მოაქვს. სწორედ ამიტომ არის, რომ ანუ სულ დამინჩი და როდესაც ღობელი არის, მაგ დროს ქვის მდინარეზე არ უნდა წამოვიდეთ არასდროს, ან ძალიან თბილად უნდა ვიყოთ და ისეთ ადგილებში უნდა წამოვიდეთ, სადაც აი შევძლებთ მაგალითად ანუ მდინარის კალაპოტის გადალახვის გარეშე, რომ წავიდეთ ჩვენს გზაზე. მაგალითად აქ ყველაფერი შეუძლებელია, იმიტომ რომ ირგვლივ სულ ისეთი ტყე არის და ისეთი გზები, რომ აი მაშინ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება და ძალიან მწონე უნდა იყო ამ ადგილების, რომ სწორად გახვიდე, ასე ვთქვათ და მდინარის გადალახვის გარეშე გააღწიო თავი მოდიდების შემთხვევაში. მეგობრებო, აგერ ეს არის დათვის ნაკვალევი.
იმედი მაქვს ნახავ თვითონ დათვსაც. შეხედეთ უბრალოდ ბუნებრივად თავის მოდიდების შემდეგ, დინარის მოდიდების შემდეგ როგორ არის ეს ხე მოთხრილი და შემდეგ უკვე ასე დადებული. ბუნებაზე უფრო შემოქმედი და საოცრება არაფერი არ არსებობს ამ დედამიწაზე. ნელ-ნელა მივუყვებოდით კალაპოტს, იმ იმედით, რომ სადმე წავაწყდებოდით და გვიწევდა სხვადასხვანაირი გზის გავლა. ზოგან იყო მარტივი გზა, ზოგან სრიალა ქვები, სადაც დიდი იყო შანსი იმისა, რომ წაქცეულიყავი და რაიმე დაგეზიანებინა, ზოგან კი კლდეებს შორის ვიწრო გასასვლელი. ერთი წამითაც არ მინანია, რომ აქ წამოვე და არც დავღლილო, რადგან მსგავს ლამაზ ბუნებაში ყოფნა ძალიან მოქმედებს შენს განწყობაზე. მელა იყო თუ ყვერნა თუ რაღაცა მსგავსი ეგეთ ლექი რო გაექცა იყო ან მელა რავი ლესი გაეკიდა წეღან მელას თუ ყვერნა თუ რაღაცა მსგავსი იყო მოკარი თვალი, ანუ აქ მივდექი და ისე გადახდა, რომ საერთოდ ვერ მოვედი აზრზე. რა მოხდა თქო, მე მოვკარი თვალი, რომ ყვერნა იყო ან მელა, ზუსტად კარგად ვერ დავინახე. და რაღაცა ზემოთ აზრდა და ეხლა ეზებს, თუმცა იქ ვერ იყავი სახა ვერანაირად ამ კლდეზე ვერავარ ლესი. იმედია დათვი შეხვდება. ეს არის მდინარე ასკის შენაკადი, რომელსაც ჰქვია სანთელაძის ღელე. მე სანთელაძე ვარ, გვარად ვინც იცით. სამწუხაროდ ზუსტ ინფორმაცია არ მაქვს, თუ რატომ დაერქვა ამ ღელეს სანთელაძის ღელე, თუმცა დაახლოებით ასე გავიგე, რომ თურმე აქ ადრე ბევრი წლის წინ მომხდარა სტიქია და დაღუპულა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყოფილან სანთელაძეები და თუ არ ვცდები, სწორედ მათ საპატივცემულოდ დაერქვა ამ ღელესაც სანთელაძის ღელე. ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით ძალიან სუფთა არის აქ წყალი და ჩვეულებრივად, ანუ პირდაპირ აქედან შეგვიძლია მივირთვათ და სხვათა შორის ძალიან ცივი და საკმაოდ გემრიელი წყალია. და ზუსტად არ ვიცი რამდენად კარგად ისმის ეხლა ჩემი ხმა, იმიტომ რომ მდინარეს აქვს საკმაოდ დიდი ხმა. არც ის ვიცი ჩემს მიკროფონში თუ ისმის კარგად ხმა, იმიტომ რომ ტელეფონიდან საკმაოდ მოშორებით ვარ და იმედია ისმის. ყველაფერი ხო ძალიან კარგია, ანუ აქ ხო ეს მდინარე ბუნება და ყველაფერი ხო ძალიან ლამაზია. ანუ აქ ძალიან იშვიათად მოდიან ადამიანები ისე სალაშქროს ან მსგავსად რამეზე თუ ამოვლენ. მაგრამ ანუ კიდევ ქვი ვიდეოს დასაწყისშიც ადამიანი სადაც არის, იქ ყველგან ეტყობა ადამიანის ხელი და ყველგან აფუჭებს ბუნებას. და ეხლა აქ რაც შევამჩნი, ანუ ასეთ ლამაზ გარემოში, ასეთ ლამაზ ბუნებაში და სუფთა ბუნებაში, ანუ ეს. და ანუ ასეთ ლამაზ ბუნებაში რო ყრი სიგარეტის კოლოფებს და არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ ნაგავს, ანუ ძალიან სამარცხვინო არის და ჩვენ თუ არ მოუვარე შენ ბუნებას, სხვა არავინ მოვა და არავინ მოულის უცხოეთიდან. მაგრამ ისიც უნდა აღნიშნოს, უცხოეთიდან ჩამოსულები უფრო უვლიან ჩვენ ბუნებას, ვიდრე ქართველები. და ეს კიდე ორმაგად უფრო სამარცხვინოა. ეხლა რა თქმა უნდა ამ სიგარეტის კოლოფს წავიღებ და სოფელში რო ჩავალ, ნაგვის ბუნკერში ჩავაგდებ.
მგელო. ამ წუხარად მარტო ის სიგარეტის ყოლაფი არ აღმოჩნდა იქ და თურმე სხვანა გავიწყრია. ესაა ღორობა. არა ადამიანობა და უნამსობა და უპატიცემულობა. არ შეიძლება ესე. აუ ნახეთ უბრალოდ რა ლამაზია. აუ ასეთ რაღაცებზე მარტო მე ვგიჟდები და მომწონს და მე ლამაზება თუ თქვენც ეგრე ხართ. ძალიან ისეთი აი ძალიან ლამაზი. ნახეთ როგორ არის ერთმანეთში თითქოს ჩაქსოვილი არისო ეს ისენი რა ქვია ძირები. თან ანუ კლდეზე როა ამოზრდილი ეს ხე. წარმოიდგინეთ რამდენად ძლიერია ეს ფესვები რომ ანუ ესე უჭირავს ამ ხელა ხე კიდე არ ჩანს ეხა იმდენად კარგად რამ ხელაც არის. არ ვიცი. უნება საოცრება არა. ეხა ტელეფონში კიდე არ ჩანს იმდენად კარგი რამდენადაც რეალურად არის. ვერ აღიქვამს იმდენად იმ ლამაზეს. არ ვიცი მე მაგალითად ძალიან მომწონს და ძალიან მელამაზება. ეხა ცოტა მზე გამოვიდა, მზემ გამოანათე და კიდე უფრო გალამაზდა აქაურობა. ჯერჯერობით კიდე მივდივარ წინ და წინ არ ვიცი. ბოლომდე არ ამგონია რომ ავიდე, მაგრამ სანამდე შევძლებ, შევეცდები რომ იქამდე მივიდე, იმიტომ რომ მეც არ მაქვს ეს ყველაფერი ნანახი. ჩემი სოფლის მდინარეა და კიდე კაი რომ ეხა მაინც წამოვედი რომ ნახო და ვიცოდე. იმდენად არ არის ეს მდინარე ლამაზი და რაღაც ქვემოთ როგორიც ყოფილა თურმე აქ და ძალიან ნანოფო აქამდე არ ვიცოდი, იმიტომ რომ მართლა აი ისეთი ადგილები ვნახე, რომელსაც თქვენც ნახავდით ეხლა ვიდეოში, რომ მართლა ძალიან გაუცებული დავრჩი. და ანუ მართლა ძალიან ლამაზია. ხო და ანუ სოფელში ხა რაც ჩამოდის ეს მდინარე იმდენად არ არის ესეთი ლამაზი. ანუ მდინარე ყველამ მიყვარს მეზობელად და ყველა მელამაზება, თუმცა ისეთი რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ იქ ადამიანის ხელი ეტყობა მაინც უფრო მეტად. და აქ ბუნებრივია თითქმის ყველაფერი და ეგ კიდე 2 მაგათ და 3 მაგათ და 10 მაგათ უფრო უკეთეს ხსნის. ანუ ამ სილამაზესაც და ზოგადად მთლიანად ყველაფერს. ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ. არ ვიწურავ იმედს, რომ დათვი შემხდება სადმე, იმიტომ რომ ძალიან მინდა დათვის ნახვა. შენ ლესი დათვის არ მყავს არასდროს ნანახი და ვიმედოვნებ რომ შემხდება. ზემ რო გამოანათა კიდე უფრო გაალამაზა ეს მდინარე. ასკი. ეს არის ჩემს YouTube-ზე რიგით მესამე ვიდეო. ვიცი ცოტა ბევრი რამ მაქვს დასახვეწი. ცოტა აი რაღაცნაირად კომპლექსები თითქოს აი ვიდეოს ჩაწერას რო ვიწყებ და ზოგიერთი რაღაც შეიძლება ისე ჩანდეს რომ ანუ თითქოს და დაზეპირებული ტექსტია რაც რეალობას არ შეესაბამება. ნელ-ნელა შევეცდები რომ უფრო დავხვეწო ეს ჩემი გადაღების სტილი და ასე შემდეგ. თქვენც რავი თუ მომცემდით რამე უკეთეს რჩევას, რაც უკეთეს გახდი და ჩემს არხს და მეც სიამოვნებით მოვისმენდი. ხო და გამომიწერეთ, ამით უფრო მეტ სტიმულს და мотивაციას მომცემ და უფრო შემართებით გადავიღებ მე სხვა ვიდეოებსაც. ნახეთ ესეც რა ლამაზია. ესეც იმდენად ლამაზია აქაურობა, რომ ჩემი ტელეფონის მეხსიერება თითქმის მთლიანად გავავსე. ტელეფონი 100%-ზე მქონდა დატენილი და ესეც თითქმის დავაჯინე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც გადავიღე და თითქმის არ გამიჩერებია ტელეფონი. და ანუ კიდე იმდენი რაღაც არის რაც მომწონს და ის გადაღებაც მინდა, ანუ მაგრამ უბრალოდ ვიცი რომ ფიზიკურად ვერ ჩავსვამ ამდე რაღაცას ვიდეოში და შეიძლება ბოლოს ისე იყოს რომ ტელეფონის რა ქვია ელემენტიც აღარ მეყოს და დამიჯდეს თუ ასე გავაგრძელე. მაგრამ ამას რო დაინახავ. როგორ არ უნდა გადაიღო?
ფესებს შეხედეთ უბრალოდ. როგორ უჭირავს. ამოვედით ახლა და ჩავალთ გზაზე. ლესი მშვენივრად გაერთო და საკმაოდ ბევრი ივანავა მდინარეში. ზოგადად ლესი ისეთი ჯიშია, ძალიან უყვარს მდინარე და სიგრილე. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელია, რადგან ძალიან კარგი მოგონებები შემომრჩა. მართალია ამ ჯერზე დათვი ვერ ვნახე, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე აუცილებლად გადავეყრები. მდინარე ასკში თევზებიც ბინადრობენ. მათ შორის არის წვერა, კალმახი, ნაფოტა და ასე შემდეგ. აუცილებელი არის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიზრუნოთ და დავიცვათ ჩვენი ბუნება. ჩვენი ლაშქრობაც და ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან გადავიღო კიდევ უფრო კარგი ვიდეოები.